საღამო მშვიდობის ყველას. მოვედი ჩემო ძვირფასებო, აბა როგორ ხართ? მოგესალმებით. საღამო მშვიდობისა. გუშინ კვირა იყო და არ ვიქნებოდი. საღამო მშვიდობის ყველას მეგობრებო, აბა როგორ ხართ? ჩემო ძვირფასებო, ახლა მინდა გავაკეთო ერთი ესეთი სიტყვით გამოვიდე. რადგან დრო გადაიწია 1 საათით უკან, ამიტომ ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოს დროით 1 საათზე შემოვალ ყოველთვის ლაივში. ეგ პარასკევამდე. პარასკევიდან არ ვიცი, შემოვალ, არ შემოვალ, როდის შემოვალ, ან საჯარო გაშლებს როდის ჩაგიწერთ, სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ ნახოთ როგორ რა იქნება. სამწუხაროდ ასეა. უღმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო, უღმესი მადლობა. გაიხარეთ. ყველას უღმესი მადლობა. აბა როგორ ხართ, როგორ ჩაიარა ამ გამოსასვლელმა დღეებმა მეგობრებო. ორია საღამო მშვიდობის. რა იყიდე მორიელ? მორიელ რა იყიდე? სიგარეტი? სიგარეტი მორიელ? ხო, მივხვდი. ძალიანაც კარგი, ახლა მშვიდად იმგზავრებ ქემაინც. მოკლედ შემოძვი, სანთელი სანთება დამავიწყდა მეგობრებო. 1 წუთით ავანთოთ სანთელი. ლამის ხელი დავიწყდი. ყავას დავლევთ პარასკევის შემდეგ. როგორ არა, ყავას ყოველთვის დავლევთ. საქმე რაშია იცით მეგობრებო? მორიელი სვამს ყავას და მე ვსვამ ჩაის. ყავასაც დავანებე თავი. სიგარეტთან ერთად ყავასაც დავანებე თავი მეგობრებო. კი, ასეთია ჩემი გრაფიკი. დღეს მორიელს ვეუბნებოდი, ვერ წარმომედგინა ამდენი წლის მერე, აი ისეთი მწეველი ვიყავი მეგობრებო, არაფერი მაქვს დასამალი, ყველა მიცის რომ ვეწეოდი, ვიც მიცნობს. ისეთი მწეველი ვიყავი, 16 წელი მწეველი ვიყავი. როგორ დავანებე თავი არ ვიცი, მაგრამ დავანებე, პრინციპით დავანებე. და ისე დავანებე, რომ სულსაც ვეღარ ვიტან. კი, მეგობრებო, თუ კი მოინდომებ, ესეა. გაიხარეთ.
ხო, ნუ ესეა კი, ეხლა მწამლავს მეც. საბედნიეროდ. სუნიც მაღიზიანებს მეგობრებო, დედას გეფიცებით. სუნიც. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. დავიწყოთ, დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ. არა, კითხვაზე პასუხები არ მაქვს. დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, ვის ჩაი, ვის ყავა, ვის კიდევ ცხელი შოკოლადი. და დავიწყოთ ეხლა მეგობრებო. თქვენთვის რა მაქვს მეგობრებო ახალი ამბავი. ჩემო ძვირფასებო, life is love, მოგესალმებით, ჩემო ლამაზო, უღრმესი მადლობა. მეგობრებო, ქუცურა გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში ისევ. მაგრამ საქმე რაშია იცი? მივაბუძუნე უკან. იმ კვირის უკან ხო იყო დათქმული დრო? მეგობრებო, გუშინ დილას გავიღვიძე და ვხედავ, რომ გამოქუცურდა მასზე ჰორიზონტზე, დამიხატა, გამომიგზავნა მეგობრობა და წავშალე მეგობრებო. წავშალე. დაუბრუნე მისი მეგობრობა უკან. უთხარი დავაი აქედან დაახვიე მეთქი. რა თქმა უნდა, ღირსია ალბათ არა, ღირსია. ღირსია მეგობრებო, თქვენ ხო არ გონიათ რომ პირდაპირ მისი საიტით და სურათით არა? ეხა სულ სხვა საიტით და სულ ახალი გაკეთებული აკაუნტით. არა. არანაირი შანსი. გაიხარე. ღრმესი მადლობა ყველას მეგობრებო. ადამიანი რომელიც ჩემი ცხოვრებიდან წავა, თავისით გაიხურავს კარებს და წავა მეგობრებო, ვინც არ უნდა იყოს დედმამიშვილი, შვილი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მეზობელი, მეგობარი, საყვარელი ადამიანი მნიშვნელობა არ აქვს. თავისი ფეხით ხო წავიდა, გამთავრებულია. ზუსტად მორიელი. ზუსტად. დედას ფიცა ვარ თუ უტყუოდე. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა ყველას მეგობრებო. ჩემო ძვირფასებო, აი რაც არ უნდა გიჭირდეთ, რაც არ უნდა გტკიოდეთ, რაც არ უნდა გენატრებოდეთ, რაც არ უნდა კვდებოდეთ, მეგობრებო. აი საკუთარ თავს მიეცით პირობა რომ არავისკენ ნაბიჯს არ გადადგამთ. აი რაც არ უნდა მოხდეს. აი ქვეყნის აი დალევა რო იყოს, მეგობრებო. ფეხი არავისკენ არ გადადგათ ნაბიჯი. არც ერთი ნაბიჯი მეგობრებო. დამიჯერეთ. აი ნახეთ მერე, აი მოთოკეთ როგორმე თავი. ზუსტად არასოდეს. აქეთ გეხვეწოთ, შუაქალაქში როა, აქეთ გდიოს, აქეთ გეხვეწოს, აქეთ იტანჯოს, აქეთ იდარდოს, აქეთ ინერვიულოს. ზუსტადაც მეგობრებო. ზუსტადაც. თავი არავისთან არ დაიმციროთ მეგობრებო. ვინც არ უნდა მიყურებდეთ ეხლა. აი ასე ზუსტად, ასეთი არც მეგობარი გინდოდეთ, არც დედმამიშვილი გინდოდეთ. არავინ არ გინდოდეთ მეგობრებო. ზუსტად life is love. აი მე როგორ მიყვარხარ life is love. დედას გეფიცები. პირველივე დანახვის დღიდან. აი ლაივი რო გაიხსნა WhatsApp-ზე და დაგინახე იმ წამიდან ჩემო ლამაზო. გიჟდები შენზე. მოკლედ მეგობრებო. მეგობრებო, YouTube მეუბნება რომ გაგაგდებო. რატო ხო არ მეტყვით?
მეგობრებო, რატო მეუბნება ხო არ მეტყვით? სანთელის გამო ხო არა? ან ამ ოქროს გასაღების გამო ხო არა? ეკრანზე დამიწერა რომ გაგაგდებო. კი, სანთელი. აბატონო, გავწიე სანთელი. ასწავლი თუ გინდოდეს. ერთი წუთით მოვალ ახლავე. გესო ჯესო. ოხ მეგობრებო. მოკლედ რა ხდება ეხლა აქ? მოვიჩოჩო აი ესე. მე მგონი არ გაგვთიშავენ, არ ვიცი, გავაჩოჩე მეგობრებო. ასწავლი თუ გინდოდეს. კარგი, დავიწყებ ახლა თქვენი დახასიათებით. თქვენი ენერგიები მაინტერესებს მეგობრებო. არაფერზე არ ინერვიულოთ, არაფერზე არ იდარდოთ, არ იფიქროთ, ასე რომ სანთელი ახლო-მახლო არის, აღარ ვიცი, თუ გაითიშება, ისევ შემოვალ ჩემო ძვირფასებო, ასე რომ არ ინერვიულოთ. მოკლედ, დავიწყოთ, ვინ ხართ თქვენი სიგნიფიკაცია. ხო? ადამიანები, რომლებმაც ისწავლეს ჭკუა? ბოდიში ამ სიტყვისთვის, მეგობრებო. ადამიანები, რომლებმაც ისწავლეს უკვე თავისი საიდუმლოებების შენახვა. ადამიანებმა, რომლებმაც უკვე ისწავლეს, მოდი ასე ვიტყვი, ენაზე კპილის დაჭერა და საიდუმლოებს აღარ გათქვამთ. ერთი წუთით მეგობრებო. აი ესე იყოს. აი ესე იყოს. ხო. კიდევ ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც უცებ ფეთქდებიან, მოდი ასე ვიტყვი. უცებ, ხა. იცით როგორ ხართ? უცბად აფეთქდებით, მეგობრებო, დაიცლებით და მერე უკვე იწყებთ რეგენერაციას. მოდი ასე ვიტყვი. მერე იწყებთ აღდგენას, ანუ მკვდრეთით აღდგენას. თქვენ ამ კამათით, ამ ჭხუბით, იმდენად იცლებით, იმდენად განადგურებთ ეს აი უთანხმოება, ეს ჭხუბი ადამიანებთან, ეს რაღაც სიტყვიერი კამათი, რომ აი ძალიან გჭირდებათ მერე დრო ამის აღდგენისთვის კი. ენერგიას იხდგენთ მერე. მეგობრებო, სამივე კარტი ერთი და იგივე საუბრობს. ნახეთ კიდევ ქვემოდან, ხო? ასე უცებ ბუ აფეთქდებით და ხა, მერე მეგობრებო წნარდებით. სად დაგვეკარგე?
გამონარნარდი გარეთო. გოგო. გოგო. მოკლედ გავაგრძელებ ჩემო ძვირფასებო. გავაგრძელებ. ხო, თქვენი ენერგია, მიწის ენერგია, მიწის სტიქია, უკვე მეგობრებო ხართ მიწასთან ახლოს. ენერგიას იღებთ უკვე მიწიდან, უკვე დაიშვით, დაღვინდით თუ ნუ როგორ დავარქვა, არ ვიცი მაპატიეთ, მაგრამ ხო, ანუ უკვე იწყებთ ქვემოდან ზევით სვას. კიდევ ხო, თითქოს გამოღვიძებას იწყებთ მეგობრებო, ფანტაზიებიდან და ილუზიებიდან გამოდიხართ. ხო, იმიტომ რომ სამყარო ჩაერია ამ ყველაფერში. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა დადის თქვენს ირგვლივ, თქვენზე, ბევრი ჭორაობს თქვენ ზურგს უკან. ნიღბიანი ადამიანები გყავთ კიდევ დარჩენილები ზურგს უკან მეგობრებო, იჭვიანობენ თქვენზე, აი თითქოს რაღაცებს გებულობენ, მე ენები არასწორად მოაქვთ და მთელი ამბებია მეგობრებო, მთელი რიგი ამბები. კიდევ რა ენერგიებში ხართ? თქვენი ენერგიები მეგობრებო. თავდაჯერებულობისკენ მიდიხართ. ხო, იმიტომ რომ ამის დრო უკვე მეგობრებო, საკუთარი თავის ფასი ისწავლეთ, საკუთარი თავის წინა პლანზე დაყენება ისწავლეთ, საკუთარი თავის ბედნიერებისთვის იბრძვით უკვე. კი, იმიტომ რომ დაიღალეთ სულ სხვებზე ფიქრით დაიღალეთ. ხო, აი ნახეთ. აი ეს ბავშვი ხართ თქვენ. თქვენში არის ის პატარა ბავშვი, რომელსაც უხარია, რომელსაც ებედნიერება, რომელსაც ცხოვრება უყვარს. მერე რა, თუნდაც რომ მაგალითად აი წვიმაში დაჯდებით გარეთ, ან თუნდაც სიცივეში დაჯდებით გარეთ, აი თუნდაც რაღაც მიზნებს დაისახავთ, წაიქცევით და ადგებით, არაფერი გტკივათ. აი ეს ბავშვია თქვენში და ამ ბავშვს ყველაფერი უხარია, მეგობრებო. ხო. კიდევ მეგობრებო, თუმცა შიში გაქვთ რაღაცის. თქვენი ენერგიები არის თქვენი ოცნებების მიღწევა. ანუ თქვენს ოცნებებზე ფიქრი, რეალობაში მოყვანა თქვენი იდეების. კი, მეგობრებო. ამას ამბობს თქვენი ქვეცნობიერი, რომ გამოხვიდეთ ამ რაღაც ძალიან ცუდი სიტუაციიდან. ხო, აი მეგობრებო. ხო. გაიხარე life is love. აი შენგანაც ძალიან ისეთი ენერგია მოდის, აი ხო გეუბნები. ვისაც არ ყავთ მეგობრებო ნანახი, სასწაული ადამიანია. თქვენი ენერგიები, მეგობრებო, თქვენი ენერგიები და თქვენი სურვილი არის მშვიდობა. გიყვართ სიმშვიდე, გიყვართ მშვიდობა, გიყვართ სამყარო, გიყვართ მზე, სიცოცხლე გიყვართ, ყველაფერი გიყვართ ბუნებასთან, რაცაა დაკავშირებული. გიყვართ მეგობრებო. საუბარი გიყვართ ბუნებაში. აი შეგიძლიათ დადგეთ და აი ელაპარაკოთ რაღაცას, ვიღაცას, აი ეს ეხლა ცუდად არ გამიგოთ ეს ყველაფერი, მაგრამ აი ფოთოლსაც შეგიძლიათ ელაპარაკოთ, აი შეიძლება ხმამაღლა არა, მაგრამ აი ესე დაიჭიროთ მეგობრებო და აი თქვენი თვალების ყურებით, ამაზე ყურებით, ყველაფერი შეგიძლიათ ესაუბროთ აი იმას, რასაც ხედავთ.
ხო. ცოტა კი ხართ დამთვალულები რო იტყვიან, მაგრამ ნუ არა უშავს. ნუ არა უშავს. კიდევ თქვენი ენერგიები. ძალიან ისეთი სხვანაირი ღიმილი გაქვთ. აი თქვენ რო გიყურებთ ადამიანი, მეგობრებო. ხო, აი რო იტყვიან, ყველაფერი ავიწყდება. აი ისეთი ხართ. აი სიცილის დროს შეიძლება ესე ხუჭავთ თვალებს, აი ესეთ მიმიკას ღებულობთ, აი ესეთები ხართ, აი რაღაცნაირი, ზოგი ძალიან იხარხარებს, ზოგს როხროხი უყვარს, აი ზოგს შეიძლება ხმამაღალი სიცილი უყვარს, აი ღიმილიც განსხვავებული გაქვთ. ხო, კიდევ რაულად გაწეს თქვენი ენერგიები. კიდევ თქვენი ენერგიები მოგება. ხო, აი თქვენი ენერგიები, ნახეთ, აი როდესაც რაღაცა გიხარიათ, აი ესე გარბიხართ. აი ესეთები ხართ, მეგობრებო, აი ესე გაიქცევით ხოლმე. აი რაღაცას რო უახლოვდებით თქვენს ოცნებებს, თქვენს ფიქრებს, აი თუნდაც საყვარელ ადამიანს, ვისი დანახვაც გიხარიათ, აი ესეთი ხართ, აი ესეთი ბავშვურები ხართ, მეგობრებო. აი უცებ გაიქცეთ და აი როზე ჩაეხუტოთ, რო იტყვიან. ძალიან სითბოს გამოხატავთ. თან ამ ყველაფერს მხოლოდ კი არ გრძნობს ადამიანი, მეგობრებო, თქვენგან წამოსულ სითბოს, კიდევაც ხედავს. არც მე. ჩემი სიცილი, მეგობრებო, აი ხო გეუბნებით. ჩემი გაცინება თუ კი ვინმე მიცის, всё. ჩავიკეცები, მეგობრებო, ჩავიკეცები. ჩავიკეცები და შემდეგ შეიძლება თუ ჩავიკეცე სასწრაფო მჭირდება აი უეჭველი სასწრაფო მჭირდება. მერე მეწყება აი სუნთქვი შეკვრა. დედას ფიცა ვარ თუ უტყუოდე მეგობრებო. მერე ხვდებით ცუდად, მერე უკვე მართლაც სასწრაფო მჭირდება. იმიტომ რომ შეიძლება ისე ჩავიკეცო რომ ვერ ავდგე. ხო. მეგობრებო, აი რა მაგის პასუხია და იცით როგორი ადამიანები ხართ? სიცილით გულიდან მოგდის და აი ტირილიც გულიდან მოგდით. აი თქვენ თამაში არ შეგიძლიათ. არც სიკეთის და არც სიძულვილის. როდესაც გძულთ, გულით გძულთ, როდესაც გიყვართ, გულით გიყვართ. გიხარიათ თუ გწყენთ, ესეც ყველაფერი გულიდან მოდის. ხო. ეს ყველაფერი გულიდან მოდის. ყველაფერი გულიდან მოდის, მეგობრებო. არ შეგეშინდეს ანამარია. არ შეგეშინდეს. სიცილიდან ცრემლები მოგდის, მეგობრებო, მერე თქვენ აი უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ რა დღეში ვარდები. ხო, აი მეგობრებო, თქვენი ოცნებები, თქვენი ფიქრები, თქვენი შინაგანი ბავშვი ითხოვს ძალიან ბევრს, მეგობრებო. არაფერს არ ითხოვს უბრალოდ. კი არაფერს ითხოვს ისეც. თქვენში არსებობს ის პატარა ბავშვი, რომელიც ითხოვს თავისუფლებას. კი ბატონო, მე კინოს ფილმს თუ უყურებ, შემიძლია ვიტირო. ყველაფერზე მეტირება, მეგობრებო. კარგზეც და ცუდზე, სხვის ბედნიერებაზეც მეტირება, შვილს ფიცავარ. სხვის ბედნიერებაზე მეტირება, სიხარულით მეტირება. ხო. თქვენში არის ის პატარა ბავშვი, მეგობრებო, რომელსაც უნდა თავისუფლება. თავისუფლება, მეგობრებო, აი თუნდაც წყალში თამაში, ნახეთ? აი ესე წყალში თამაში, რა დაისვრება ბავშვი წყალში სკუპ ჭახტება. აი ესეც მეგობრებო, მე ესეც მიყვარს. დედას ფიცა ვარ, დღესაც მიყვარს წყალში გავლა. ყველაფრის დროს მეტირება, იმიტომ რომ ძალიან გრძნობიარე ვარ. ესაა რომ გუპავს, მეტი არაფერი, მეგობრებო. ყველაფერზე მეტირება, დედას ფიცა ვარ. შვილს ფიცა ვარ, ყველაფერზე მეტირება, მეგობრებო.
სხვისი სიხარული მაბედნიერებს და მერე ის მატირებს სიხარულიდან მეტირება. სხვის მწუხარებაზე ხო საერთოდ არ ვიცი არ შემიძლია. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, თქვენ ხართ იცი როგორი ადამიანები? დიდი ბავშვები. თქვენ ხართ დიდი ბავშვები. ხა რომელსაც სხვისი ბედნიერება უხარია, რომელსაც სხვისი ტკივილი ტკივა. აი ეს ხართ თქვენ. კი, ნახეთ სანთელი რო გავაჩოჩე, ინტერნეტი გაჩერდა, გაფრთხილებიდან TikTok-ი. სასწაული თუ გინდოდეს. ხა ესეთი თუ კი თქვენს ემთხვევა, თქვენს დახასიათებას ემთხვევა, ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელოთ ყურება. ხა მოკლედ თუ არა და ავსკროლოთ. თუ არა და ავსკროლოთ. ხა ჩემო მეგობრებო, ეხლა რაზე გავაგრძელოთ? მოდი ვკითხოთ ჩვენი პარტნიორის ენერგიები, ერთი ძალიან მაინტერესებს. რაზე ფიქრობს ამ წუთას? აი მეგობრებო, მოდი ეხლა ესეთ შეკითხვას დავსვამ. ჩაიფიქრეთ პარტნიორი? კი, ჩაიფიქრეთ არსებული პარტნიორი, არსებული მეგობარი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, არ აქვს მნიშვნელობა. ჩაიფიქრეთ ვინც გინდათ ის, ვის მეგობარი და ვის პარტნიორი. ხო, ნუ გამგები გაიგებდა, life is love, ჩემო სიყვარულო. ხო, ჩავიფიქროთ ეხლა არსებული ადამიანი და იმ ადამიანებმაც ჩავიფიქროთ, ვისთანაც გამოჩნდა ჩვენი პარტნიორი. ჩემთან გამოჩნდა მეგობრებო და მივაბუძუნე, მაგრამ კიდევ ვიღაცასთან ხო გამოჩნდა, ხო და აი ესეთმა ადამიანებმა, აი მორიელთან გამოჩნდა მაგალითად. ვისაც არ გყავთ, ნუ ეხლა რა კითხვასაც დავსვამ, დააკვირდით მეგობრებო. აი ვისთანაც გამოჩნდა პარტნიორი. მაინც ჩაიფიქრეთ რა პრობლემაა თქვენთვის სასურველი ინფორმაციას მაინც გაიგებთ. აი თქვენ ყოფილხართ ადამიანები, ვისაც პარტნიორები არ გადარდებთ. არა, არც მე არ მადარდებს, მეგობრებო, განა მაგაზე ვდარდებ, სადარდელი და საფიქრალი იმდენი მაქვს, სხვა რამე რომ განა მართლა მაგისთვის ვფიქრობ, ახლა მთელი დღე მეტი საქმე კი არ მაქვს. ხო, უბრალოდ ეხლა რაღაცა ხო უნდა ჩავიფიქროთ. ვიღაცა ხო უნდა ჩავიფიქროთ. სხვანაირად არ გამოგვივა. ხო, ნახეთ ეხლა, ვისთანაც გამოჩნდა პარტნიორი მეგობრებო. აი იმ ადამიანებისთან განსაკუთრებით. აი რომ გამოჩნდა ჩვენი პარტნიორი, რა იფიქრა? ხო, რა მიზნით გამოჩნდა? დაგვეხატა ჰორიზონტზე. რა უნდა და კი, მაგრამ რა მიზანი ქონდა? რა დანიშნულება ქონდა მის გამოჩენას მეგობრებო? კი, ჩაიფიქრეთ ასეც არსებული პარტნიორი. და გავარკვიოთ ეხლა. ხა მისი ენერგიები, არა, მაგას იმ დანიშნულებას ტაროს დასტაზე გავარკვევთ. ნახოთ ეხლა მისი ენერგიები, მეგობრებო, მეც კი ნაღამ გადავუხვი ეგზიდან. მეგობრებო, აი რა ვთქვი წეღან, მოწერა, გამოჩენა კონტაქტზე და პროგრესი, мотивация. ამ ადამიანს ქონდა დღეს мотивация, მაგალითად, ეს ბოლო დღეებია. კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს ამ ადამიანს მოწერის. კიდევ მოგწერთ მეგობრებო, არ ინერვიულოთ. მორიელ კიდევ მოგწერს. მზად იყავ. კიდევ გამოვა მეგობრებო კონტაქტზე. თუ არ ჩანს, მაინც გამოვა კონტაქტზე. ხა, მეგობრებო, თქვენი დახასიათების კარტი ნახეთ, თქვენი ბედნიერების გამოვა, თქვენი ღიმილის დასანახად გამოვა, თქვენი სახის დასანახად გამოვა. აი თქვენ რო დაგინახოთ, იმიტომ გამოვა. კიდევ მისი ენერგიები. აი ესე გუგუნებს მეგობრებო. ვულკანი ხო იცი, ცხელი ვულკანი როგორაა? იწყებს ამოფეთქავს. ბევრი არაგვიანია მეგობრებო, 3 თუ 4 დღე. კი, ლექსად მოწერა. ერთი წუთით მოვალახლავე.
არ ვიცი პროსტა ძალიან მოგვასდი ეხლა ღმერთო მოკლედ მეგობრებო ხო ნახეთ როგორაა ეხლა რა ხდება აქ ამ ადამიანს აწვება მოაწვება ბევრი არ დააგვიანდება 3-4 დღე ხო ამოფეთქავს მეგობრებო ისევ ამოფეთქავს კი ლექსად ზოგთან ლექსად და ზოგთან წერილად კიდევ მისი ენერგიები ძალიან იხსენებს წარსულს თქვენთან დაკავშირებით ეს ადამიანი იხსენებს წარსულს იხსენებს იმას თუ რამდენი ტკივილი მოგაყენათ მეგობრებო კი ძალიან ბევრი ტკივილი მოგაყენათ კიდევ იხსენებს იმას რომ როგორი ბედნიერი დღეები გქონდა თქვენთან არ ვიცი რა ურთიერთობა გქონდათ მაგრამ რაც გქონდათ იმას ეს საუბრობს იყო ბედნიერი, ქონდა სიყვარული, ქონდა გაოცებები, ქონდა გაკვირვებები, ალბათ ძალიან აკვირვებდით, ანებიურებდით, ალბათ ბევრი უგზავნიდით ყვავილებს, ან გიგზავნიდათ ყვავილებს, თქვენი პარტნიორი. ბიჭების შემთხვევაში, ვინც ბიჭები მიყურებთ, ალბათ ძალიან თბილად იხსენიებდით, ან წერდით, ან იკონტაქტებოდით ამ ადამიანს, ეხლა ეს ყველაფერი არ აქვს. მორიელა აკლია შენი ყურადღება ქალბატონს და რა ქნას? ხო, და ქალბატონებო, თქვენთან დაკავშირებით თქვენი პარტნიორი ამბობს, რომ აი ძალიან ისეთი სიყვარული გქონდათ. ხო, კიდევ რაო. ხო, იყო ეს რაღაც სითბო, სიყვარული, იმედი იყო კი. აი ახლა ზის ესე და იგონებს ამ ყველაფერს. იჯდეს და იფიქროს ახლა ამაზე, რაც დაკარგა, რაც აღარ აქვს. ზუსტადაც. მისი ენერგიები. ისევ და ისევ სამყაროა, ისევ და ისევ აფეთქებები, დაიკარგა ეს ადამიანი მეგობრებო. მისი ენერგიები, გაიფანტა, გონება გაფანტულია მეგობრებო, მოდი ასე ვიტყვი. იმდენად გაიფანტა თავის ფიქრებში, იმდენად გაიფანტა აზროვნება მეგობრებო, რომ ვერაფერს ვერ უყრის თავს, მოდი ასე ვიტყვი. ჩაიხვია რო იტყვიან, ჩაიხვია მეგობრებო. ჩაიხვია ამ ადამიანმა. საცოდავათა. ეხლა თიცით როგორ არის? ეხლა არის მეგობრებო, აი ენერგიას იღდგენს. ძალიან ბევრი აქვს დაგროვებული ცუდი ენერგიები, დაღლილობა, მარტოობა, გულის ტკივილები, ძალიან ბევრი აქვს დაგროვებული მეგობრებო. დაუგროვდა და სად წაიღოს აღარ იცის, რომელ ყავის ჭიქას თუ ჩაის ჭიქას მიაყოლოს და ჩარეცხოს აღარ იცის მეგობრებო. ეკუთვნის. ხო, რა თქმა უნდა, გეთანხმები, სარკე დაიდოს და მარტო აღარ იქნება, ხო. მისი ენერგიები. თქვენ ხართ მიუწვდომელი მზე მისთვის, მზე, რომელიც სადღაც ანათებს, მაგრამ იმდენს მაინც ახერხებს, რომ წვავს. შორიდანაც წვავთ მეგობრებო, დაიწვას, დაიფერფლოს. სიყვარულით ოღონდ. ხო, ესეც მე ვარ. ესეც თვითონ. მეგობრებო. ეხლა ზის დაფიქრობს, რა სიყვარული დავკარგე? აი დედას პიცა ვარ, ასე ფიქრობს. როგორი იმედი ქონდა თქვენი? ამ ადამიანს უნდა და შეიძლება ყოფილიყავით მისი დედა ან მამა. რაღაც ესეთი მშობლის მზრუნველობა მოკლებული ადამიანია მეგობრებო. მაპატიეთ, მაგრამ ეტყობა სითბო აკლია და ყურადღება აკლია მშობლიდან, რომელიღაცა მშობლიდან. ამიტომ თქვენ იყავით ალბათ მისი მშობელი.
და ეს მშობლის სითბო და ყურადღება მოკლებული ადამიანები ყოველთვის ამას ეძებენ. პარტნიორულ სითბოს და სიყვარულს კი არ ეძებენ, მეგობრებო, მშობლის სიყვარულს ეძებენ, ვაი მაგათ პატრონს. ნუ რას უკაცრავად. ხო. აი მე მეგობრებო. დღეს ისეთ ხასიათზე ვიყავი, მორიელმა შემომესწრო. ეხლა თავს ვიკავებ კიდე რომ კაი პასუხი გავცე ამ ადამიანს, მაგრამ აქ ახლა ჩვენ სამბაში თორემ დღეს მორიელთან საუბრის დროს თავი ვერ შევიკავე და შევიგინე. თან სართულებიანი. ხო მეგობრებო. დედასპიცა ვარ. სასწაული ბინძური ენა მაქვს. ხო. მე მაქვს სასწაული ბინძური ენა. ეს იმ შემთხვევაში თუ გამომიყვანს ვინმე წყობილებიდან. ოღონ მაშინ. ალბათ კაცად უნდა დავბადებულიყავი. არ მიყვარს გინება. Life is love, დედასპიცა ვარ, არ მიყვარს გინება. გინება ლანძღვა და გინება არ მიყვარს მძულს, მაგრამ აი თუ გამომიყვანს ადამიანი წყობიდან, შემიძლია. ქურდული ბაზარი, ქურდული. საქმებს გაურჩე მეგობრებო, ქურდულად. ხა. აი ზუსტად. ხა. მოკლედ კიდევ ერთი ორი სიტყვაც, რას გვეტყვის ეს ჩვენი ფანტაზიებშია და ილუზიებშია. ნახეთ მეგობრებო, რა უნდა ვილაპარაკო ამ ადამიანზე? აი რა უნდა მოყვი ამ ადამიანზე? რა ენერგიები აქვს ახლა ამ ადამიანს? ფანტაზიები და ილუზიები. დაიკარგა ბნელ ოთახში აი საწოდავი, კატა. ეს ადამიანი იმდენად დაიკარგა ბნელ ოთახში, გამოსავალს ვერ ხედავს. მისი ჩრდილიც აშინებს ამ ადამიანს, დედასპიცა ვარ მეგობრებო. იმდენად ეშინია სიბნელის, სიბნელეში თავისი ჩრდილისაც ეშინია ამ ადამიანს. საწოდავი აი. ამბობს რომ ესაა დასასრულიო. ეს არის ცხოვრების დასასრულიო. ხო, არა, მეც არ დაწყევი. იმდენად დაიღალა ამ ყველაფრით ეს საწოდავი, საწყალი. დედა რა ეშველება ამას. ორგანა უღრმესი მადლობა, მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას. ხო, დაღლილია მეგობრებო, დაღლილი, რესურსები აღარ აქვს. ეს ადამიანი ზის. მეგობრებო, აი ესე საწყალი ბავშვი ზის. და ესე ინტერნეტში გსტავკავთ. 24 შვიდზე რეგულარულად გაკონტროლებთ. რას აკეთებთ, რას მოღვაწეობთ, სად ხართ, როგორ ხართ, ტირალი ხართ თუ მცინარი, ამას ყველაფერს უყურებს. და ესე საწოდავად გიყურებთ, აი? ესე საწყალი თვალებით გიყურებთ, აი საწყალი. ხო. დედა დაკარგა თუ მამა? რომელი დაკარგა? ვინც მიყურებთ ახლა, დედა მიყურებთ თუ მამა, არ ვიცი. აი მეგობრებო, ეს დაკარგა. ესეთი უნდოდა, რო ყოფილიყავით. მამაკაცებო შემოაბრუნეთ. მამაკაცების მხრიდან მამის როლი უნდოდა, ქალბატონების მხრიდან დედის როლი. ხო. ეს აღარ აქვს და რა ქნას დაიკარგავ მშობლების გარეშე. ხო. დააკლდა სითბო სიყვარული მშობლის. ისედაც აკლდა, ეხლა დააკლდა თქვენი სახით მშობელი. ხო, ნუ ეგ უკვე სხვა თემაა. ნინი, ეს უკვე სხვა თემაა, ჩემო კარგო? ხო. მორიელ, არ გინდა მაგის წრუწუნი. მაგან რომ მიწრუწუნოს, იმიტომ არ გინდა ვინმეს გამოჩენა. შენი თავისთვის მხოლოდ, ჩემო კარგო. არავის ჯინზე, არავის არ დაეჯინოთ, მეგობრებო. დატოვეთ თავის ბალოჩი.
ისევ და ისევ თქვენი პარტნიორი, თქვენ გააგრძელეთ ცხოვრება ჯინზე კი არა მეგობრებო, საკუთარი ბედნიერებისთვის. ხო. ეს თავის ცხოვრებაში დაკარგული ადამიანი თავის ლექსებთან ერთად უნდა დატოვო, აი ესე. ხო. წეროს და იკითხოს ახლა ის ლექსები მორიელ. ვაი მისი დღე თუ ის აქაა და გვისმენს ახლა. ვაი მისი დღე. არც მამაკაცის მხრიდან და არც ქალბატონის მხრიდან ეს გაშლა მას არ ეხება. მორიელ. თუ შენი ქალბატონი კნეინა აქ ჩვენ გვიყურებს ფარული აქაუნთით, იცოდეს რომ მისი გასაგონი აქ არც მამაკაცის მხრიდან არის და არც ქალბატონის მხრიდან. 100 სკროლოს ჯობია. ჩემი ლაივი. იმიტომ რომ არც ერთი მხრიდან მას არ დაემთხვევა. აი ასე ზუსტად. რა სიტყვით მეგობრებო, მართალი ვარ თუ არა? ხო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. რა თქმა უნდა, ვარა. განდევნილი აქედან. ზუსტად. აბა ეხლავე დაგაზოს, ზუსტად მეგობრებო. ხო, ეხლა გავაგრძელებ ჩვენს თემას. აი მორიელ ეხლა. შენი, ჩემი და ჩვენნაირების კიდევ არის დღევანდელი გაშლა. მეგობრებო, დღევანდელი გაშლა ეხება ჩემნაირ და მორიელისნაირ პარტნიორებს. მოდი ესე და მეგობრებს თუ პარტნიორებს. მე მეგობარს ჩავიფიქრებ, თქვენ პარტნიორი ჩავიფიქრეთ მეგობრებო. რომლებიც გამოჩნდა ჰორიზონტზე და რისთვის გამოჩნდა ნეტა საინტერესოა. მორიელ მე გასწავლე, არ უნდა გახსნა თავისი გამოგზავნილი წერილი. იგნორი. ძამა, იგნორი. მილიონჯერ ამას გეუბნებით, მეგობრებო, რაც არ უნდა მოგწეროთ, რაც არ უნდა მეგობრობა გამოგიგზავნოთ, რაც არ უნდა იყვეს, არ გახსნათ, იგნორი იმ წუთას. ზუსტად მესამე პირია ლექსების წერა, ზუსტად ანა მარია სწორია. ადამიანი მანიპულატორი, ლექსების მანიპულატორი. ლექსო. მაგას ქვია ლექსო. ლექსერა. მაგას ქვია ლექსერა. რა სიტყვით მეგობრებო? ხა, სიტყვების მარაგი მაქვს არ თქვათ. იტალიური სიტყვები. ლექსერა. სასწაული თუ გინდოდეს. ხა. გავაგრძელებ მეგობრებო, კი არა და ახლა დავიწყებ. არ გახსნა მორიელ, არ უპასუხო ძამა. მოდით მეგობრებო, ახლა დავიწყებ. ხო, მოიცადეთ ჯერ დავწერო. რომ არ დამავიწყდეს მეგობრებო. რას ნიშნავდა მისი გამოჩენა? აი ასე. რას ნიშნავდა მისი გამოჩენა? ეს საჯარო გაშლა უმეტესწილად ეხება იმ ადამიანებს, ვისთანაც გამოჩნდა ჰორიზონტზე პარტნიორი. რა უნდა და რა მიზანი ქონდა? რა ფიქრი ქონდა? მოვალ ეხლავე მეგობრებო. Signora, vai io chiamo adesso Sandra, vai? Io chiamo adesso Sandra, vai? Non posso procurare la macchina. Vai, vai e vedo. Adesso la macchina qui.
არ დავიღალე კაცა. არ დავიღალე მეგობრებო, მაპატიეთ, მაგრამ უკვე всё, მოთფინების ფიალა ამერსო. ოი. მოკლედ, რა ინტერესი გქონდა თქვენს პარტნიორს? მაპატიეთ მეგობრებო კიდევ ერთხელ. რას ნიშნავდა მისი გამოჩენა, მიზანი და რა ინტერესი გქონდა თქვენს პარტნიორს? აბა დავიწყოთ. დავიწყოთ მეგობრებო, რას გვეტყვის? რას გვეტყვის? აბა რას გვეტყვის? ხო, ამ ადამიანს უნდა პასუხისმგებლობის აღება ქალბატონების შემთხვევაში. მამაკაცების შემთხვევაში თქვენი პარტნიორი ელოდება თქვენგან კიდევ თქვენგან პასუხისმგებლობას, მეგობრებო, წარმოგიდგენიათ, მორიელ შენგან ელოდება კიდევ შენი პარტნიორი, რომ კიდევ შენ გადადგამ ნაბიჯს. ამაზე ძალიან ბრაზდება, რომ შენ აღარ დგამ ნაბიჯს მისკენ. აი ასე. ხო, ქალბატონების შემთხვევაში პირიქით. თითქოს პასუხისმგებლობის აღება უნდა. თითქოს უყარხართ. ხო, მაგრამ არა. თქვენს პარტნიორს არავინ არ ყავს გოგოებო. გოგოებო, თქვენს პარტნიორს არავინ არ ყავს, მარტოა. თუნდაც ვინმე ყავდეს, თუ კი ნებით ან უნებლიეთ სამკუთხედში ხართ. ჩემო ლამაზებო, იცოდეთ რომ თქვენი პარტნიორი მარტოა, არავინ არ ყავს. ცივი ლოგინი აქვს რო იტყვიან. აი ასე. რას ნიშნავდა მისი გამოჩენა? იმას ნიშნავდა მისი გამოჩენა, მეგობრებო, რომ ეს ადამიანი მარტოა, აკლია სითბო, აკლია სიყვარული და თქვენგან ელოდება. ამბობს, რომ უსამართლობაა ჩემი ცხოვრებაო. აი თურმე, წარმოგიდგენიათ? თქვენი პარტნიორი ამბობს, რომ უსამართლოა მისი ცხოვრება. თავის თავს დააბრალოს, მეგობრებო, ხო? როგორ აკლია სითბო? როგორ აკლია სიყვარული? აი ნახეთ მეგობრებო. ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც სიტუაცია შეიცვალოს. ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც გამოასწოროს. მაგრამ კიდევ ცადოს ბედი. უნდა მეგობრებო კი. ამისთვის გამოჩნდა. მაგრამ არასწორი საქციელით უბრალოდ. ეს ადამიანი ვერ ხვდება ურთიერთობაში მუშაობას. მეგობრებო, ხო გეუბნებით, რაც გინდა ის დაავალეთ ამ ადამიანს ურთიერთობის გარდა. ეს არ გამოსდის. ერთი წუთით მოვალახარ. ხო. ოღონდ ურთიერთობა არ დაავალოთ. და ყველაფერზე თანახმაა. ხო. კიდევ რაო? სამკუთხედები, მეგობრებო. სამკუთხედები, კი. ეს კარტი არის მეცნიერის, ადვოკატის, მხატვარის, მწერალის, ექიმის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, თერაპევტის, გამომძიებელის, ბარმენის, მენეჯერის, ანუ ხვდებით, ხო? აი ესაა თქვენი პარტნიორი. და ეს ადამიანი ამ ადამიანთან იმყოფებით სამკუთხედში, მეგობრებო. სულ გაუგებრობა, სულ კამათი, სულ მოთბინების ამოწურვა, ეს არის ადამიანი, რომელიც საღად ვერ აზროვნებს. მოდი ასე ვიტყვი მეგობრებო. ამ ადამიანმა არ იცის ურთიერთობაში მუშაობა. არ იცის. ხო. არ იცის მეგობრებო. დაასვენეთ ასე. იყოს ეხლა და დაისვენოს. უნდა მთაში წავიდეს, უნდა ბარში წავიდეს, უნდა ზღვაზე წავიდეს, უნდა იცურაოს და უნდა იბანაოს. ხო. აი ზუსტად. რას ნიშნავდა მისი გამოჩენა? იმას ნიშნავდა მისი გამოჩენა, რომ გელოდებათ ეს ადამიანი, მეგობრებო, და თქვენ რო არ გამოჩდით, გამოჩნდა თვითონ.
ასე იჯდა და გელოდათ. თქვენ კიდევ არ გამოჩნდით რადარზე და გამოჩნდა თვითონ. ეს იცით რა პონტია? აი თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთან. აბატონ. მოგწონთ, ხო? მოგეწონათ მუჰამედის ამბავი. ხო, მეგობრებო. მეგობრებო, 24/7-ზე თქვენზე ფიქრობს. მანიპულატორი. ადამიანი მანიპულატორი, აი ესეა ეხლა თვითონ. მეგობრებო, აი ესეა თვითონ. საცო დავათა, მკტარზე ვენოგია. ხო, მეგობრებო, მოგწონთ, ხო? ცუდათა და იმიტომ გამოჩნდა, მაგრამ იცით როგორ გამოჩნდა? მანიპულაციებით. აი მანიპულაციებით, თავისი ხრიკებით, ამას არასოდეს არ მოუშლის ეს ადამიანი. ეს ადამიანი არ გაჩვენებთ სიყვარულს, ეს ადამიანი არ გაჩვენებთ გულში ცეცხლი რო უნდია, რო ცუდათაა უთქვენოთ, ამას არ გეტყვით, ამას როგორ გეტყვით? ამის თქმა როგორ შეიძლება? მიყვარ ხარს თქმა, როგორ შეიძლება? გამორიცხულია მეგობრებო, როგორ შეიძლება მან გითხრათ მიყვარ ხარ? ყოველთვის თქვენ უნდა უთხრათ. ყოველთვის თქვენ უნდა გიყვარდეთ, ყოველთვის თქვენ უნდა იბრძოლოთ, ყოველთვის თქვენ უნდა გეშინოდეთ მისი დაკარგვა. მას კი არ ეშინია, როგორ არ ეშინია, მაგრამ მას კი არ იტყვის. არა, მაგის ჩიტია ეხლა ზუსტად. მე მინდა ვკითხო ეხლა კაცს. ზოგადად ამ ადამიანს რაიმე ინტერესი აქვს? ამ ადამიანს საერთოდ რაიმეს ინტერესი აქვს ინტერესი რამესთან? უყურეთ მეგობრებო, ეს ადამიანი არის ზოგადად იცით როგორი? ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. და მერე ფიქრობს იმას, რომ რის ფასად დაუჯდა ეს ყველაფერი ტყუილი. ხო, იმას კი არ ფიქრობს ჯერ რომ იფიქროს და მერე გააკეთოს. არა, ჯერ უნდა გააკეთოს და მერე უნდა იფიქროს. ხო. მეგობრებო, ხო გეუბნებით. ძალიან ბევრი სურვილი აქვს, ძალიან ბევრი მიზნები აქვს, ძალიან დიდი და ბევრი ინტერესი აქვს თქვენთან დაკავშირებით, მაგრამ ხო გეუბნებით. ამას არ ამბობს, ეს არის მისი ქვეცნობიერი. სხვანაირი ცნობიერი ამას არ აქვს. ამ ადამიანმა იმის ცნობა არ იცის, მიყვარ ხარ სიტყვა რას ნიშნავს. გრძნობები რა არის არ იცის, გრძნობებზე თამაში უყვარს, ნერვებზე თამაში უყვარს, ემოციაზე თამაში უყვარს ამ ადამიანს. ესა არტისტი. თვითონ წერს, თვითონ კითხულობს და თვითონ ასრულებს. თვითონ ამსახიობი. ტრანსფორმაცია. დატოვეთ ამაში მეგობრებო. ეს ადამიანი აი ამაში უნდა დატოვოთ დიდხანს. კი ბატონო, გეთანხმები. ენერგო ვამპირი. ამაში დატოვეთ მეგობრებო. ამაში უნდა დატოვოთ ეს ადამიანი. დროებით არა. სულ უნდა დატოვოთ ამაში. ხო. ეს ადამიანი, რომელიც მხოლოდ ფიქრობს მანიპულაციებზე, მეგობრებო, ცხოვრებაში ხერს არ დაგანახებთ. გეფიცებით. ადამიანმა, რომელმაც აქამდე ჭკუა ვერ ისწავლა და მაინც ამას აგრძელებს, მეგობრებო, ეს ადამიანი ცხოვრებაში არის გამოუდეგარი. ჩემი გადასახედიდან თქვენი არ ვიცი. მეგობრებო, მინდა ვკითხო რა, ამ ადამიანს ზოგადად სიყვარული თუ აქვს? აი ზოგადად საერთოდ სიყვარული თუ აქვს? ფულის კი? საკუთარი ინტერესების კი? ეს არის ადამიანი, რომელიც მუშაობს საკუთარ თავთან, ჩემთვის. ხო. საკუთარი თავისთვის. ხო, მეგობრებო, მეგობრებო.
მეგობრებო. სიყვარული. ფიქრობს. საერთოდ ფიქრობს, სიყვარული რა არის? რა ხილია სიყვარული? ვაშლია თუ ატამი? თუ მარწყვი? თუ ბალზე ტყემლის ჭამა? ეს კაი იყო. ხა. ფიქრობს მეგობრებო, ფიქრობს. ერმა იფიქრა, რომ ფიქრობს. ჯავე ტყემალს ჭამს ფეხმძიმე ქალი. ეს ახლა მეგობრებო არ იმყოფება ამ სიტუაციაში და რა გავაკეთოთ? ვაშლატამა. ხა. ეს არის ფიქრის და განდეგილის კარტი. ნუ კარგი. ნახოთ ახლა ამ განდეგილში ახლა ეს ადამიანი, ვაჟბატონი თუ ქალბატონი, რას მოიმოქმედებს? ოხ მეგობრებო, შურის ძიებაზე ფიქრობს ეს ადამიანი დედას გეფიცებით. მე არ ვიცი დღეს რანაირი პარტნიორი მოვიდა, მაგრამ დღევანდელი მისი გადასახედიდან ფიქრობს შურის ძიებაზე. ეს ადამიანი კიდევ მოვა თქვენთან, ოღონდ ისე ან კიდევ უარესად. გაბოროტებული მოვა მეგობრებო, დედას ფიცავარ. ეს ადამიანი კიდევ უფრო გაბოროტდება, იცოდეთ. ეხლა თქვენ დაშავებით ეს ვერაფერს დაგიშავებთ რამეს? რამეს დაგიშავებთ? ვერა მეგობრებო, ვერაფერს ვერ დაგაკლებთ. მაგრამ იცოდეთ რომ შურით და ბოღმით მოვა. კიდევ გამოჩნდება მოულოდნელად თქვენს ჰორიზონტზე. კი. კიდევ უფრო დასტრესილი, კიდევ უფრო გაუბედურებული, კიდევ უფრო გაგიჟებული. მოდი ასე ვიტყვი, დედას ფიცავარ თუ ტყუოდე. რა თქმა უნდა, თავის თავს უშავებს თორე ახლა 1000 წელი ეს რამეს დაგიშავებთ მეგობრებო, ვერა. უბრალოდ საკუთარ თავს უშავებს ამით ასეთი უაზრო და უკურვებელი. ხო გეუბნებით ამ ადამიანმა, ეს ადამიანი ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. ხო. ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. ამიტომ ელოდეთ კიდევ უარეს მისგან. ერთი წუთით მეგობრებო, პაზლი ჩავსვა. აჰა. ხო. ეხლა ვკითხოთ, სამყარო რას უმზადებს ამ ადამიანს? ამ ადამიანს ჭკუის სასწავლებლად სამყარო რას უმზადებს? მოდი როგორ წავა მისი საქმე უთქვენოთ. სამყარო რას უმზადებს ამ ადამიანს? ამ ადამიანიდან ელოდეთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას, ოფიციალურ წერილს. კარგით, მოიცადეთ ჯერ, ესე იგი, ორიგოა ეს კითხვა. რა იქნება ამ წერილში? გადაწყვეტილება. სამყარო რას უმზადებს მეგობრებო და ნახეთ ახლა სამყარო უმზადებს ამ ადამიანს ოფიციალურ გადაწყვეტილებას. ეს ადამიანი დადგება გადაწყვეტილების წინაშე. დგას უკვე გადაწყვეტილების წინაშე. ან იქეთ, ან აქეთ. ოფიციალურად უნდა გადაწყვიტოს ამ ადამიანმა ან თქვენთან, ან უთქვენოთ. ხო. კარგით. ეხლა ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენთან თუ უთქვენოთ. ეხლა ესაა საინტერესო. თქვენთან თუ უთქვენოთ? უთქვენოთ არადა ცუდათა. თქვენთან თუ უთქვენოთ? არა მეგობრებო. სავარაუდოდ ეს ადამიანი სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს დედას გეფიცებით. რომელი ვარიანტი მეორე? დეა. ხა. ნეტა რატო არ მიგვირსა? ხა. მეგობრებო, ამ ადამიანმა სწორი გადაწყვეტილება თუ არ მიიღო, გლახა წავა მისი საქმე. და თქვენც კი ხედავთ ალბათ,
მეგობრებო, ყველასთან არ არის ყველაზე არა, ეხლა ეს ყველაზე ვერ იქნება ეს სიტუაცია. უბრალოდ თქვენს მოსასმენს აუცილებლად გაიგონებთ. ყველაფერი გულთან არ მიიტანოთ. ხო. ზოგიერთებთან გააკეთებს სწორ გადაწყვეტილებას, ზოგიერთებთან არა. უბრალოდ ეხლა აქ მე რას ვხედავ? ამ ადამიანმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. თუ ვერ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, მეგობრებო, იმ შემთხვევაში გეტყვით ეხლა რა მოუვა? თუ კი ეს ადამიანი არ აგირჩევთ, რა მოუვა მას? თუ კი ეს ადამიანი არ აგირჩევთ, რა მოუვა მას? მეგობრებო, უყურეთ, თუ კი თქვენი პარტნიორი სწორ არჩევანს არ გააკეთებს და თქვენ არ აგირჩევთ, მეგობრებო, მის და გასაკვირად, რაც არ უნდა წამოიწყოს ამ ადამიანმა, არაფერი არ გამოუვა. არაფერი მას არ გამოუვა, არც ურთიერთობა გამოუვა, არც მეგობრობა გამოუვა, არც სიყვარული გამოუვა, არც სხვა არაფერი არ გამოუვა. თუ კი არ აგირჩევთ ეს ადამიანი, აი ზუსტად არასოდეს არაფერში არ გაუმართლებს, რაც არ უნდა წამოიწყოს. მაგრამ ეს მისთვის ეხლა გაუგებარია. მან არ იცის ეს ამბავი, მას რა ელოდება უთქვენოდ. ჯერ არ იცის. თუ კი ეს ადამიანი თქვენსკენ არ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმ შემთხვევაში ამ ადამიანს ძალიან ბევრი გაუგებრობა ელოდება. ხო. ხამე უძილობა ელოდება. უსვენება ფიქს არ მიცემს, მეგობრებო. არ მიცემს. კარგით. რა ვკითხოთ, მეგობრებო? და იმნაირი ენერგია წამოვიდა მისგან ჩემო ძვირფასებო. მოდი ვკითხოთ. სამყარო რას ფიქრობს ამ ყველაფერზე, ჩემო მეგობრებო? სამყაროს აზრი მაინტერესებს. მოდი ვკითხოთ სამყაროს და უფალს. რას გვეტყვის თქვენს შესახებ? აი ამ ყველაფრის შესახებ სამყარო რას გვეტყვის? ამ ადამიანმა ბევრი უნდა ილოცოს. ეს ადამიანი ძალიან მწარე გამოცდილებას მიიღებს. ეს ადამიანი ან უკვე მიიღო ამ ადამიანმა მწარე გამოცდილება და სინანული აქვს უკვე ამ ყველაფრის და უფალს ევედრება შველას, ან ჰათუჰა მიიღებს უკვე. აი ხედავთ ხო? ხელება აპყრობილი როგორ ლოცულობს და კიდევ შანს როგორ ითხოვს. ხო. სამყარო რას გვეტყვის, ხო, მეგობრებო? ხო. ამ ადამიანს გონება თუ აქვს ჯერ კიდევ შერჩენილი, მეგობრებო, ნახეთ რა ცხოვრება ელოდება. ეს ხვავის ბარაკის, ოჯახის, მატერიალობის, წინ წასვლის, ბედნიერების, აყვავების, აშენების, დამშვენების კარტია. ძალიან უნდა ევედროს უფალს, რომ უფალმა შეისმინოს მისი. ხო. აი როგორ საუბრობს უბრალოდ კარტი. რომ თავისი დანაშაული გამოისყიდოს, უბრალოდ მეტი არაფერი, მეგობრებო. სინანული უნდა მოინანიოს. ამ ადამიანმა უნდა მოინანიოს. რომ თავისი დაიბრუნოს. თავისი წილი, ბედნიერება თქვენთან დაკავშირებით დაიბრუნოს. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი უნდა ილოცოს და თხოვოს უფალს, რომ თქვენი თავი დაუბრუნოს. მოდი ასე ვიტყვი. ხო. და გამოუვა? ძალიან ბევრი უნდა იბრძოლოს. ოხ, მეგობრებო. რამდენი უნდა იბრძოლოს, ნახეთ. აი ნახეთ. მეგობრებო. ხო. უკან არ უნდა დაიხიოს, მეგობრებო. მაგრამ რა ვქნათ, რომ ზარმაცია. განმეორებითი შეცდომები.
ამას რა უყოთ? ერთი და იგივეს რომ იმეორებს ეს ადამიანი, სულ ერთ წრეზე რომ დადეს და ჭკუას მაინც ვერ სწავლობს, ვერც უთქვენობით და ვერც თქვენთან. ამ ადამიანმა ვერ მიხდა თქვენი ფასი, მეგობრებო. მაპატიეთ, მაგრამ დღეს უცნაურ ენერგიებშია თქვენი პარტნიორი. დღეს არ ვიცი როგორი პარტნიორია მოსული. ხო. ჯერ ვერ ხვდება კიდევ. რა უნდა მას არ იცის. სამყარო რას ფიქრობს ამ ყველაფერზე? სამყარო ამბობს იმას, რომ შეიძლება ეს ურთიერთობა არ განხორციელდეს. იმიტომ რომ არ იმსახურებს ეს ადამიანი, მეგობრებო. ხო, დანაკარგები. გკარგავთ ეს ადამიანი უკვე დღითი დღე, კი. და ვერ ხვდება, გაუგებრობაშია. ეს არის დაფარული კარტი. მან არ იცის, ამ ადამიანმა არ იცის თუ როგორ გკარგავთ. გკარგავთ, მეგობრებო. ნელ-ნელა უკვე ბოლოსკენ გადის. ბოლოშია უკვე. ხო. რას გვეტყვის სამყარო? ხო, ნახეთ? ნახეთ, მეგობრებო. მერე? ეს ადამიანი ისე და ისე როგორც ყოველთვის სამყარო გვეტყვის გვეუბნება იმას, რომ ეს ადამიანი გადაწყვეტილების წინაშე დგას და კიდევ იქნება დადგება, ანუ დგას გადაწყვეტილების წინაშე დგას და ამ ადამიანმა უნდა გადალახოს, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, უნდა იბრძოლოს, უნდა დაიწყოს, უნდა წამოიწყოს და ეს ყველაფერი უნდა დაიმსახუროს. მემკვიდრეობა ნიშნავს დამსახურებას, ხო? ამ ყველაფრის მოპოვება. ძალიან ბევრი უნდა იბრძოლოს ამ ადამიანმა, რომ თქვენამდე მოვიდეს. მეგობრებო, არ ვიცი როგორ იზამს ამ ყველაფერს. ეს ადამიანი როგორ გამოასწორებს ამ ყველაფერს, მე არ ვიცი. მე მინდა ვკითხო ახლა კარტს. ხო. შეძლებს კი ეს ადამიანი ამ ურთიერთობის გამოსწორებას. შეძლებს კი. მეგობრებო, არასრულყოფილება. მეგობრებო, ტყუილები. სამყარო, ამობრუნებულია სამყარო, მეგობრებო. ტყუილები. დანაკარგები, დამარცხება. მეგობრებო, ოჯახის კარტიც ამობრუნებულია. ანუ როგორია იცით, ეხლა არის წასულ-მოსულ ხასიათებში ეს ადამიანი. ერთი ნაბიჯით წინ, ორი ნაბიჯი უკან. ერთი ნაბიჯი წინ, ნახეთ, ძალიფეხი დამბული აქვს. ხო. ერთი ნაბიჯით წინ, ერთ დღეს გადმოდგამს ნაბიჯს, მერე 10 დღე დაიკარგება. ერთ დღეს გადმოდგამს ნაბიჯს, მერე 10 დღე დაიკარგება. ანუ მიხვდით, ხო? შინაარსი, აზრი, არსი მიხვდით. ხო. თქვენ ესაა წინასწარმეტყველების კარტი, ესაა, ანუ ეს ხართ თქვენ, მერე რა მამაკაცი მეყურებთ თუ ქალბატონი, ეს ხართ თქვენ და თქვენ უკვე იმდენად გაქვთ გამჯდარი ამ თქვენი პარტნიორის საქციელი და მეგობრებო, აი შინაგანად თქვენ ყველაფერი იცით უკვე ეს ადამიანი რისი გამკეთებელიცაა. რას გააკეთებს თქვენ უკვე ძალიან კარგად იცით. ასე თუ ისია, ბოლო-ბოლო ამ ტაროლოგიით მაინც მიხვდებით და ამ ტაროლოგიის, ამ ტაროს დახმარებით უკვე იცით, რას გააკეთებს ეს ადამიანი და ანუ ხო. ხო. იცით, ძალიან კარგად იცით, რისიც მაქნისიცაა. ამიტომ იმის თქმა უნდა ტაროს, რომ თქვენ არ ცდებით და არ შეცდებით ამ ადამიანთან მიმართებაში. ზუსტად რასაც გიგრძნობთ გულით, ზუსტად ისაა. გიგრძნობთ გული, ხო, რომ ეს ადამიანი არ გამოსწორდება. მართალი ხართ, არ გამოსწორდება, მეგობრებო. ულად ელოდებით, ხო, იცით? აი ხანდახან გაგკრავთ, ეჭვი, ხო, მეგობრებო?
მესმის რომ გიყვართ. მესმის რომ ელოდებით, მაგრამ სადღაც 1% თუ გიფიქრიათ ის რომ ეს არაა მომსვლელიო, აი ზუსტად ის 1%-ია მართალი მეგობრებო. აი ზუსტად ის 1%-ია მართალი, რომ არ ცდებით. ხო. ეხლა მაინც მეგობრება საჯაროა და ყოველ შემთხვევაში ყველა სიტყვას ნუ გამოვეკიდებით. უბრალოდ თქვენი პარტნიორის ხასიათი ძალიან კარგად იცით, ასე რომ თუ კი რაიმეში ეჭვი ეპარებათ, არ ცდებით მეგობრებო. არ ცდებით. ხო, შემოთავაზება. აი, თქვენგან ელოდება მეგობრებო. ეს ადამიანი თქვენგან ელოდება. შემოთავაზებას. ხო არ გაგიშტით. თქვენ გელოდებათ. თქვენ მას ელოდებით, როდის შემოგთავაზებთ თქვათ, ეს პირიქით თქვენ გელოდებათ. ხო, მეგობრებო. სასწაული თუ გინდოდეს. სალამი ჩემო ძვირფასებო. სალამი ყველას. მუროთ უნდა კეფაში დიდი სიამოვნებითო. ხო, სიყვარული უნდა, სიყვარული ყველას უნდა. შენ გელოდება მორიელ. ამას ელოდება შენგან. ხო მიაჩვიე. ხო და კიდევ უნდა. აბა რა გეგონა? ხო. უთქვენოდ კატასტროფულ სირთულეებშია, სიცოცხლე აღარ უხარი ამ ადამიანს მეგობრებო. ისჯება. ისჯება. თუ დაისჯება კიდევ. რა თქმა უნდა, შეცდომები. დაისჯება რომელია მეგობრებო? მეგობრებო, დაიკეტება ფინანსები. უმეტესწილად იქნება პრობლემებში ეს ადამიანი, რასაც მოისურვებს, რასაც ჩაიფიქრებს, საუბედუროდ არაფერი არ გამოუვა. ხო. არ გამოუვა, ესეთი სიყვარული დაკარგა. თქვენ რომ მიაჩვიეთ მეგობრებო, თქვენი ბრალიცა, ჩვენი ბრალიცა. ადამიანი არ უნდა მიაჩვიო და რომ მიაჩვევ, მე აღარ უნდა მოაკლო. ბატონო. მიჩვეულს ნუ მიაკლებო, გაგიგიათ ხო? ხო. ამიტომ მეგობრებო, ასია საქმე. ასია საქმე, რჩევა თქვენ. რჩევა თქვენ. იბრძოლეთ საკუთარი იდეებისთვის და იბრძოლეთ საკუთარი სიამოვნებისთვის. საჭირო თუ იქნება, თავით დაიცავით მეგობრებო. აი ესე. მოიქნიეთ თქვენი ხმლები. მოიგერიეთ, ზუსტადაც. არა ბიჭოს. ხო, იბრძოლეთ საკუთარი ბედნიერებისთვის. იშრომეთ საკუთარი თავისთვის. თვარე და ყვავები არ გარგიათ. დაიწყეთ ცხოვრება თავიდან, ახალი ფურცლიდან, ნოლიდან, სუფთა ფურცლიდან. ესა ქურუმი ადამიანები, თქვენ ხართ ქურუმი ადამიანები, ასე რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ და გამოგივათ მეგობრებო. ხო. იქნებით სტაბილურობაში, თქვენ გექნებათ თქვენი ფინანსები ყოველთვის. თქვენ ცხოვრებაში იქნებით სტაბილურად. ხო. არ უნდა იყოთ ერთფეროვნებაში, არ გაჩერდეთ ერთფეროვნებაში. ერთ ადგილზე არ გაჩერდეთ მეგობრებო. ეს რუტინული ცხოვრება, ჩაკეტილი ცხოვრება, უბედურობა, პატიმრობა, ეს თქვენი ცხოვრება არაა მეგობრებო.
ეხლა როგორც მე დამაბა ერთ ადგილზე ვერ გავჩერდები მეგობრებო, ავიწყვიტავ. არ შემიძლია. ჩაკეტილი ცხოვრება, აი რაღაც უღიმღამო ცხოვრება, ჩემი არაა მეგობრებო, არ შემიძლია. აი ესეთი გონება დაბალი დონის ადამიანები არ შემიძლია. აპატიოს უფალმა, მაგრამ არ შემიძლია. რჩევა თქვენ. ძალიან პრაქტიკულები ხართ, ძალიან საქმიანები ხართ, აი იმედიანები ხართ, ძალიან დიდი რწმენა გააქვთ, მნიშვნელოვანი როლი გიკავიათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში. თქვენ ხართ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, მეგობრებო, საკუთარი თავის ფასი იცოდეთ. აპატიეთ, მაგრამ ბევრმა ალბათ არ იცით. სათანადოდ არ აფასებთ საკუთარ თავს. მე მაგალითად. მე ვარ პირველი. მე ვარ პირველი, ვინც არ აფასებს საკუთარ თავს სათანადოდ. ჯერ არ ვაფასებ კიდევ კარგად. საჭირო რომა ისე არ ვაფასებ. ხო. თორემ ასეთ დღეში ეხლა რო ვარ მე, არ ვიქნები. აი ზუსტად მეგობრებო, ხო, მეგობრებო. ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი და თქვენს ესაა სწავლის კარტი. ძალიან ბევრი გვაქვს კიდევ სასწავლი, გასავლელი, აი კიდევ გვინდა, კიდევ ბევრი რაღაცა გვაქვს შესასწავლი მეგობრებო. მეც თქვენთან ერთად. ხო. რჩევაში კი. სადაც საჭიროა იქ უნდა გაწყდეს. ის მეგობრობაც, ის ურთიერთობაც, ის ყველაფერი უნდა დამთავრდეს დასასრულებელი. დაასრულეთ მეგობრებო, დავასრულოთ ეს ტანჯვა, ეს წამება, ეს განმეორებითი შეცდომები. დავასრულოთ. ხო. დავასრულოთ მეგობრებო. ხო, აი, დასრულება და სტაბილურობა ერთია. საკუთარი თავის სასარგებლოდ ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. დასასრულიც და დასაწყისიც. კამათიც და უკამათობაც. ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. საკუთარი თავის სასარგებლოდ ყველანაირი ხერხი უნდა გამოვიყენოთ. ცუდის მაგივრად. ხო, პრობლემების გადაჭრა. კი ბატონო მეგობრებო. რასაც აქამდე ვერ ვახერხებდით, უნდა დავასრულოთ. მალე გამოჩნდება, ნახეთ რა წერია შედეგები, მალე გამოჩნდება. რაც ადრე, მით უკეთესი. პრობლემები და სირთულეები. დღევანდელ ეტაპზე, რასაც ვერ ვასრულებთ, რაც ადრე დავასრულებთ, ადრე ვნახავთ შედეგებს მეგობრებო. ხო, ასე რომ თქვენი პარტნიორი თუ ჭკუას ვერ ისწავლის, მაპატიეთ. დარჩება წაგებული თვითონ. ხო. მისი მანიპულაციები არსად არ გვარგია ჩვენ. ზუსტად. მოკლედ ესეთი იყო ტარას დასტიდან რჩევები და მოსმენილი ინფორმაცია ჩემო ძვირფასებო. ასე რომ ვისაც რა ინფორმაცია გვაწყობს მივიღოთ, რაც არ გვაწყობს და გავუშვათ. გავუშვათ მეგობრებო, არ ვინერვიულოთ ამ ყველაფერზე. მოდი ახლა ასრაბარათებს ვკითხოთ. მოვარებ სანთელზე, ვაიმე, მოვარებ სანთელზე მეგობრებო. ასტრაბარათებს ვკითხოთ ახლა. ჩვენი პარტნიორი, ჩვენი კუცურუკა. ბოლო რა უნდა ამ ადამიანს? კუცურა თუ ცუგურა? მეგობრებო, ერთი ბოლო მართლაც ვკითხოთ ახლა ამ ადამიანს. ამ თვის ბოლოს. ერთი წუთით მოვახლავე.
აპატიეთ მეგობრებო, მაგრამ ასეთ დღეში ვარ. ხო. მოვედი ჩემო ძვირფასებო, მოვედი. და მოდი ვნახოთ ახლა ასტრაბარათები რას გვეტყვის. რა კითხვა დავსვი და მავიწყდა მეგობრებო. მოდი რას გვეტყვის პარტნიორი, ჩვენი ჩაფიქრებული ადამიანი რას გვეტყვის, ასტრაბარათებით რას გვეტყვის. ასე მორბის. ამას ქვია გამოქანდუიწე. ხა. ესე უნდა რომ გამოიქცეს. ან თქვენ უნდა რომ გაიქცეთ, მეგობრებო, ეს უფრო მიზანმიმართული იქნება. აი ესე უნდა რომ თქვენ გაიქცეთ. და კიდევ რაღაცა გაუკეთოთ, რაღაცა მოიმსახუროთ. აი რაღაცა ესე ხელის გულზე დადებული, ხელის გულზე ერბო კვერცხი მინ შეგიწყված ნეტავ, შენ სამაქს მინ დამიფასებს საყარელო დედა. აი რაღაც შემიძლია. ვიტიროთ ვიცი ნუ არ ვიცი. ხა. საცოდა ვიმსი დღე. ეს მეგობრებო მანტია მოსხმული ადამიანი. მანტია მოსხმული, სიწმინდით ვითომ წმინდანია მეგობრებო. მანტია მოსხმული ადამიანი, საწყალი, როგორ შემეცოდა. ხა. რას გვეტყვის კიდევ ერთი თქვენი პარტნიორი? ორი მხრივი სიყვარულია მეგობრებო ამბობს. ვაი მისი დღე. მერე და ორი მხრივი სიყვარული რომ ამას მოფთხილება, მისი ჭერიმე. მეგობრებო ისე გახასიათეთ ეს ადამიანი, ნუ აღარ შემიძლია. ეს არის ადამიანი, დედა, არ ვიცი მეგობრებო, ამას ქვია ადამიანის სასწაული. თქვენ ხართ მისი სასწაული. ხო, აი ხო გეუბნებით. ეს ადამიანი გხედავთ მისი შვილების დედად თუ მამად, მშობლად. ეს ადამიანი თქვენში ხედავს თავის მის მეორე ნახევარს. ზე ხართ, სითბო ხართ, ასხივებთ, აი არ ვიცი. თვალის მომჭრელი სილამაზე გააქვთ. აი მეგობრებო, არ ვიცი რა ვთქვა, ვულკანები ხართ უბრალოდ. ცეცხლის სტიქია მიყურებთ მეგობრებო. ცეცხლის ენერგიებში ხართ. ან კიდევ, ნუ კარგი ხა, ზოდიაქოს ნუ მივაქცევთ ყურადღებას. ხო, თქვენი პარტნიორი კიდევ ამბობს იმას, რომ თქვენთან უნდა თანამშრომლობა. სად შეგვიძლია ხა სიყვარული და თანამშრომლობა, მე არ ვიცი როგორ გამოვა, მაგრამ ხო, მეგობრებო, მოლაპარაკება უნდა თქვენთან. ხო, კი, ტოლერანტობა უნდა თქვენთან. ამ ადამიანს ეს ადამიანი ამბობს, რომ ძალიან ისეთი ნიჭიერები ხართ. რაღაცნაირი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები ხართ და ამ ადამიანს უნდა თქვენთან ახალი დაწყება, ახალის დასაწყისი. მაგრამ აი ხო გეუბნებით, თითო რო გამოიქცეს კი არა, თქვენ რო გაიქცეთ ის უნდა. ხო. თავის ოჯახის წევრად გხედავთ, ნახეთ აკვანი, მაგიდა, რაღაც, ნუ ეხა ოჯახის სიტუაცია ვიგულისხმოთ. ხო, თქვენ ხართ ის სიწმინდე, ვისთანაც ნახეთ რა ხატია აქ. თქვენ ხართ ის ოჯახის სიწმინდე, რაც შეიძლება ადამიანს გქონდეს. ხო. გამოქანდუიწეს პონჩი გარბი ხარ? თეა. ხო და კიდევ ერთი სასწაულია უბრალოდ. ეს ადამიანი ისე გახასიათებთ მეგობრებო, რომ თქვენ გაშვებას არ აპირებს.
არა, ამ ადამიანის ჩამოშორება ძალიან რთული იქნება თქვენთვის. თქვენ თუ მის ჩამოშორებას ფიქრობს და ბევრი ფიქრობს. ძალიან გაგიჭირდებათ. ძალიან გაგიჭირდებათ მეგობრებო. იმიტომ რომ ეს ადამიანი რაღაცისთვის ემზადება. რაღაცის სამზადიშია, ეს სამზადისის კარტია და აი აქ ხედავთ კიდევ ეს არის იდეალის კარტი. გაიდეალებთ ეს ადამიანი, მაგრამ რაღაცისთვის ემზადება, კი? რაღაცისთვის ემზადება. მოსასვლელად ემზადება მეგობრებო. მე არ ვიცი როგორი გამოჩენა იქნება, მაგრამ იმედია გამაგებიებთ. ხო. ელოდეთ მისგან გამოჩენას, რაღაცნაირ გამოჩენას ელოდეთ. უცნაურს. უცნაურად გამოჩნდება მეგობრებო. ეს ადამიანი არ აპირებს დანებებას. ეს ადამიანი არ აპირებს შეჩერებას. როგორ ახმაურდა სანთელი თქვენ არ იცით? უბრალოდ აი უბრალოდ ლანძ გაჩვენებთ და მიხვდებით. აი როგორ ნახეთ, როგორ ციციმებს სანთელი. ეხლა რომ მივაბრუნე უბრალოდ ინტერნეტმა არ ნახეთ როგორ ციციმებს სანთელი. ძალიან ანერვიულდა. ხო, ამიტომ ისგან ელოდეთ რაღაცნაირ საქციელს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ესე არ დაგთმობთ. რაღაცის სამზადიშია, კი? ძალიან მეგობრებო, სანთელი სად მიდევს და ნახეთ რა დღეშია. ერთი წუთით და გაჩვენებთ, კი? აი უბრალოდ სანთელს არ შევეხები, აი მეგობრებო. აი ნახეთ რა დღეშია სანთელი. ხო. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ასეა საწოდავი მისი დღე. ელოდეთ მის გამოჩენას, ელოდეთ მისგან აი ესეთ მოვარდნას. ესე პეშვით. ოლია მათხოვარი. ოლია მათხოვარი პეშვით. მოკლედ მეგობრებო, სასწაულია. სასწაული ადამიანი ყავთ მოკლედ. როგორი სასწაულიც ყავთ, ისე სასწაულად მიგუდის საქმე. ხო, ცოტა ხანი 1-2 დღე, კი. მეგობრებო, მოდი ახლა მინდა კიდევ დროის კარტი. უნდა მოვიტანო დროის კარტი. მომდევნო გამოჩენას რა დროის ვადაში უნდა ველოდოთ. პარტნიორს. მომდევნო გამოჩენა. რა დროის ვადაში? მოდი ორი ვარიანტი იყოს, პირველი და მეორე. რა დროის ვადაში გამოჩნდება კიდევ? როგორ გამოჩნდება, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მაინც კიდევ რა დროის ვადაში გამოჩნდება მეგობრებო. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ მეგობრებო. ერთი წუთით
ერთი წუთით. ეს პირველი. ეს მეორე. ქალბატონი. პირველი, მეორე. პირველი, მეორე. არჩევანი სასწაული გვაქვს. აბა ვის რომელი? ვის რომელი? პირველი, მეორე. იმედია აირჩიეთ, მეგობრებო. იმედია თუ ვერ აირჩიეთ, დააპაუზეთ და აირჩიეთ. ხო, დავიწყოთ პირველი. გაუშვით ეს სიტუაცია, მეგობრებო. საცოდავს აცალეთ, მეგობრებო. ამ საცოდავს აცალეთ. აცალეთ, ასე დახვანული მოვა, მეგობრებო. ხო. პირველი. ყველაზე ნაკლებად იფიქრეთ ამაზე მეგობრებო და ზუსტად მაშინ მოვა. ხო. პირველი. მეორე. მეორე, მეგობრებო. მეორე. აი საცოდავს აღარ ელოდოთ, მეგობრებო. ამ საცოდავს არ ელოდოთ, მეგობრებო. არ მოგდა, არ ცალია თქვენთვის. ამ ცხოვრებაში ამ კაცს არ ცალია თქვენთვის, ამ ადამიანს. ვერ მეიცლის თქვენთვის, მეგობრებო. არ ცალიათ. ბევრი საქმე აქვს ნამდვილად ამ ადამიანს უთქვენოთ ამ ცხოვრებაში. თქვენამდე ვერ მოიცლის. გევიდა მარილზე. ხო, ნუ რა ვქნათ, ეხა ეს კარტია, მეგობრებო, ასე რომ ყველაფერი გულთან არ მიიტანოთ, ზოგი ხუმრობით გაატარეთ. ამაზე არის ნერვიულოთ. ხო. ამ ცხოვრებაში თუ ვერ შეხვდებით, იმ ცხოვრებაში შეხვდებით, მეგობრებო, ამ ადამიანს ვალი თუ დარჩა თქვენთან დასაბრუნებელი, გარანტიას გაძლევთ, იმ ცხოვრებაში აუცილებლად მობრუნდება. მტერი, მეგობრებო. აღარ შემიძლია. არ გინდა ზიარი. ზიარი არ გინდა. ვიზიარებ არა. ვიზიარი, ვიცი, ერთი ფირმა აეროპორტის. ვიზიარი, ვიცი, ერთი თვითმფრინავი აეროპორტის. ხო. ავქნათ ახლა. ავქნათ, მეგობრებო. უყურეთ რა ბერზის ეცოდავთ და უყურეთ სახლს. ხო. მოკლედ ჩემო ძირფასებო, ყველაფერი გულთან არ მეიტანოთ, ოღონდ მართლა. ზოგიერთი რამეები ხუმრობაში უნდა გაუშვათ, ასე რომ არის ნერვიულოთ. უბრალოდ არის ნერვიულოთ, მეგობრებო. უფალს მივანდოთ ყველაფერი. ზოგი რაღაცები ხუმრობით გავატაროთ, ზოგი ვალდებულებით გავატაროთ, ზოგი ძალით გავატაროთ, ნებით თუ უნებლიეთ და ასე. თავარია კარგად ვიყოთ. მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. უღრმესი მადლობა მინდა უთხრა ყველა თითოეულ თქვენთანაც. ხო, აი რაღაცა დაემთხვა, ხედავთ? ხო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიანი ღამე, ბედნიერი დილის გათენება და არაფერზე არ ვინერვიულოთ. ოღონდ მართლა, მეგობრებო, არასოდეს არაფერზე არ ვინერვიულოთ. ყოველთვის ვიფიქროთ კარგზე, საკუთარი თავისთვის. მშვიდობიანი ღამე ყველას, უღრმესი მადლობა ყველას.
ყოფილიყავით დალოცვილები და კი ბატონო, კი life is love, მოვდივარ შენთან, იმიტომ რომ ზეგინდელი დღე მაინტერესებს. ზეგინდელი საბუთებზე მივდივარ კიდევ ერთხელ და მაინტერესებს. მშვიდობიანი ღამე ყველას და წარმატებები ჩემო ძვირფასებო. საკუთარი თავი უპირველეს ყოვლისა, არასოდეს არ დაივიწყოთ საკუთარი თავი პირველ ადგილზე. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, ძალიან მეიმედებით, ძალიან მიხარიხართ, მოკლედ არ ვიცი მეგობრებო, თქვენ ხართ ჩემი სტიმული. ასე რომ, აბა დროებით.